მოგესალმებით. ვაგრძელებთ სახლის შენებლობას, რემონტს. ეს პერიოდი არ მომიწია აქეთ ამოსვლა და ბევრი სიახლეები გვაქვს ძალიან. ერთი ის, რომ გავიყვანეთ ელექტროობა დავქსელეთ შიგნიდან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მერავის. ოქროკაცია დაგვეხმარა ძალიან რა. მადლობა მინდა გადაუხადო პროექტ სახელოსნო გიორგი სამხარაძეს, რომელმაც აი ესეთი რაღაცეები მოგვაწოდა და მოგვიტანა დიდი ფასდაკლებით, ძალიან დიდი რჩევით დაგვეხმარა, პატივი გცა. ეს მოვედით რომ უნდა დავიწყოთ მემბრანის გაკვრა, მემბრანას გავაკრავთ. აღარ არის მემბრანები, ალაგი არა, აიკვრება მემბრანა. შემდეგ 2 ფენა 5 სანტიმეტრიანი ქვაბამბა მიდის და შემდეგ კიდე ორთქლსაიზოლაციო მემბრანა აიკვრება ქვემოდან რა. ახლა ჩვენი ქვაბამბა. შეგარი რომ ზომერი ცოტა მოკლე არის და ჩვენი საწვალებელი. ახლა მიქჩიეს. ესე იგი ესია საჭირო. არკი რო გადავჭირი ესეც გადაყვანი. რა დილა ქიჭრება იცი? თანამანდაგა. ო, შორ დავიდეთ მაღლა. ამოვიტანეთ ზემოთ მემბრანა, ვიწყებთ ჯერ პირველ რიგში მემბრანის გაკვრას. ეხლა ძირს მოვიმზადებთ, რომ კარად ვიდგეთ, კარგად ვიდგეთ და აქეთ ამ ხარეს გამოვუყვებით. პირველ რიგში გაიკვრება ზედა მემბრანა. ხვალე გავაგრძელებთ მეორე მხარეს. მეორე მხარეს აივანის შემოშენება გვაქვს და ცოტა ნაკლებია, მაგრამ მეორე ისაა რომ ჭრა მოგვიწევს მაგ მხარეს. მაგრამ კაი გამოდის რა. ეს გაკეთებული, ეს გასკეთებელი. გაკეთებული, გასკეთებული. რაც კეთდება არის მოსამზადებელი სამუშაო. მომზადებელი სიუცე და ვაგრძელებთ მეორე ეტაპს. მემბრანა გაკეთებული აქვს. ვიწყებთ ქვაბამბის ჩალაგებას. 89 და 99. სახელი ამოვიდით. ასე დაგეჭირდა ნებართვისაც მოიწანა. და ჩავაჭრე. რაზეც აი ესე კარგად აკეთდება, ეგანაც ტაგუა ცოტა ზემეთი ვიადანი, ტაგუა საფონი ცოტა ის გამოიხატა. და რუსებს ცოტა მაგრად ჩავარდა, მაგრამ ახლა მე პატარაზე ჩავარდი, იმიტომ რომ თან ვითომ დაიჭირა. ხო, რომ ფანერა დაიჭირა, გაიგე? ცოტა მათ ჩავარდა, რომ სიმაგრე ქონდეს და აქეთ იქიდან ამოუჭი მოვკაც. და თუ გინდა წეგან როგორც აქვს პენოპლასტის მარაგი გვაქვს, პენოპლასტი გავხარჯოთ. ჭრას ათქოდი კონდეს. სათო პატარები უფრო გაგვიმარტივდება დასაჭერადაც, დასამაგრებლადაც. რა სიტუაცია გვაქვს ახლა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. წესით და რიგით ბალკებს შორის დაშორება ყველა შორის უნდა ყოფილიყო 80 სანტიმეტრი. 80 სანტიმეტრის შემთხვევაში როგორც ამ ერთ ბალკაზე არის რა, ჩალაგდებოდა თანაბრად, არც ჭრა მოუწევდა, არც კერვა მოუწევდა და დაждდებოდა თანაბრად ქვაბამბა, როგორც ეს მიდის, აი. რახან არის სხვადასხვა დაშორებები, გვიწევს ჭრა ჩაკერება და გადაბმების გაკეთება ქვაბამბაზე. აი ეს ერთი ცალი, რომელზეც 80-ია. ეს არის ყველაზე კაი ვარიანტი. პირდაპირ დალაგდებოდა 80-ები, ჩავიდოდა პირდაპირ. მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ძალიან დიდი სხვაობები. ხელოსნების და გამო. რო ჩქარობენ და გაქცევაზე რო არიან და მოშორებაზე რო არიან და მეც რო ბევრი რაღაც არ ვიცი და გადაგზავს სწავლობ და ვერ ყვევი.
ამიტომ მოგდის ეს შეცდომები და ამიტომ მიწევს 2 და 3 წვალება. თორე წესით და რიგით ყველაფერი სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო. პირიქით დავიწყეთ ჩვენ სამუშაოები. პენოპლასტა ქვაბამბას შიგნიდან რა. ეხლა რაც უნდა ვქნათ ესენი უნდა ამოვკეტოთ, როგორც წინაზე ვთქვი, დაჭრილი გვაქვს, დარჩენილი გვაქვს ძალიან ბევრი ლამინატები, სამშენებლო ლამინატები რა და მაგას გამოვიყენებთ, რომ თავარია დაიკეტოს ქვემოდან, დაიჭიროს ქვემოდან ავაკრავთ და ზემოდან მერე ისევ აი ამ შუალედებში ისე ქვაბამბა ჩავალაგებთ რა. всё, სახურავი მოქცეულია თბოიზოლაციაში მთლიანად. ორი ცალი უკვე მივაკარით. ვაკრავთ დანარჩენებს. Აბა ცოტა მოვგაგუნაკით წამო. კაია. ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას არც ერთი ხელოსანი არ გაკეთებს, თუ რა თქმა უნდა, საკუთარ სახლს არ აშენებთ, არ გინდა რომ კარგად გამოგივიდეს რა. ღრიჭოები რაც ქონდა დარჩენილი, აი ამ ღრიჭოებში უშვებთ პენოპლასტს. აი ამაზე მაქვს ლაპარაკი. სადღაც 3 სანტიმეტრია, ამის მერე შიგნიდან შევართ და მერე შიგნიდან დავალაგებთ ისევ პენოპლასტს და ისევ ორფენა ქვაბამბას. ახლა როგორი მასტერკლასი იქნება, როგორ შევსვათ პენოპლასტი, როგორ ჩავჭედოთ. აჰა. დავამთავრეთ თუ არა და აი შედეგი მივიღეთ. ჩამოიქცა ცა. გარედან ხო ავაკარით გუშინ. აი ესეთი ლამინატები რაც ქონდა დარჩენილი რა. მერე დავუდეთ მემბრანა, შიგნიდან მემბრანა უდევს. შემდეგ დავალაგეთ არჩანს აქედან კარგად რა. პენოპლასტი დავდეთ, მერე ქვაბამბად და კიდე პენოპლასტი ადევს ზემოდან. რავი, ძალიან მაგარი თბოიზოლაცია გამოვიდა რა. ამაზე მეტი, რავი, მე მგონი საჭიროზე ზედმეტიც კი გავაკეთეთ ამ ხრივ. ცოტა გადაგვჭა, გადაბმები აქ გაკეთებული აქ. აი ეს ადგილებში და ესეთ ადგილებში კიდე გადაშვერილია ქვაბამბა და ქვაბამბა ძალიან კარგად კეტავს ერთმანეთს, იმიტომ არის რომ პირზე არ მიდის პენოპლასტი. და სადაც გადაბმებია აი ეს ადგილებში გავუკეთებთ ვიაზანით გადაბმებს და მერე დავიწყებთ მემბრანის გაკვრას. აი ესეთი გადაბმები გავუკეთეთ და ყველგან რა. ვიაზანით გადაება ყველგან და გაიჭიმა. ეს დამატებითია, პროსტა სხვა არაფერი ისეთ ფუნქციას არ ასრულებს რა. დინგ. ამით მოვჭით და ეხლა ვიწყებთ მემბრანის გაკვრას. და დამთავრდება როგორც იქნება ამის დათბუნება, რა ვითომ არაფერი და იმდენი დრო წაგვართვა რა ვიცი. ესე იგი მეგობრებო, ამ პარაიზოლაციას აქ ორი მხარე, ერთი გლუვია, მეორე ცოტა ხაოვიანი. გლუვი მხარე მიდის ზემოთ, წეგან წავიკითხე, ზედაწერია ინსტრუქცია. გლუვი მხარით ეკრობა აქ, ხაოვიანი მხარე რჩება ქვემოთ. ეხლა დავიწყებ გაკეთებას და საქმეში გამოჩნდება რამდენად ვიმარტივდება.
ალილუია, დავასრულეთ როგორც იქნა, მორჩა. სახურავის დათმუნება დასრულებულია. იგვაწვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი გამოვიდა რა. აქ დათმუნების გარეშე ვერ გაჩერდებოდი, ისეთი სიცხე იყო, ისე ხურდებოდა ჟეშტი და თუნუქი, ისე ხურდებოდა, რომ არა მოისვლებოდა ზემოთ და ეხლა კიდე პირიქით სიგრილეც არის, გარეთ ზერო არის, აქ გაცილებით სიგრილია და ძალიან კაი ტემპერატურა არის. აი ესეთი გამოვიდა საბოლოო ჯამში და მე მგონი ძალიან კარგია. ძალიან